დილა მშვიდობისა ჩემო ლამაზო კეთილო და გრენდაიზერო ხალხო. ძამწამუწექი ძალიან გადავიჯვითავს. კაი ხო. ჩემი ყავა აგერ არის. ჩემი ყავა ყოველთვის სპაიდერმენის ჭიქაში ეს დიდი ჭიქაა 9 ლიტრიანი. ვაკეთებ ძალიან გემრიელცი ყავას. შეგიძლიათ ამპატიჟოთ თქვენთან სახლში და 7 ლარში გაგიკეთებ ძალიან კარგ ყავებს. ეხლა ვიღაცებმა გაიცინეთ, მაგრამ ლუის კოფემაც ეგრე დაიწყო, არ დაუწყი. ლუის კოფეს გაიყავა ხო? გაი ხო, ნუ ეხლა ყველა ვიღაცების პიარი არ არის ჩემი საქმე, იმიტომ რომ ვერ ვაპიარებ აფშიაზე. რა ბიჭურებს ავიძახი, მაგრამ ვაპიარებ ყველაფერს. ყველაფერს. სად ვიყავი? რაო, რა ხდებოდა? ხო. გუშინ. მე გითხარით რომ ხვალ ჩავწერთ ხო კეთილებს და ბოროტებს თქო. და ბოროტების დედა მოყან. ესე დავიწყოთ. მაგრამ ეხა უყურეთ. მარტივი რაღაცა ცხოვრებაში, რაც უფრო ჭკვიანი ადამიანი, მე ეგრე ვარ დაგვირებული. იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც უფრო ჭკვიანი ადამიანი, ძირითადად ბოროტები არიან. წერტილი. ხოლო კეთილები შედარებით არც ისე ჭკვიანები არიან ხოლმე. ეხლა გეტყვით რატო? რატო კი არა? ჭკვიანებში რას გულისხმობ? ალბათ ისეთ ადამიანებს, ვინც ცხოვრებას ალღოს უღებს. და კეთილები ცხოვრებას ალღოს ვერ უღებენ, იმიტომ რომ ცხოვრებაში ხანდახან პროჭი უნდა იყო რა, სხვანაირად არ გამოდის. თორე შენ გადაგივლიან რა. მე მქონია ეგეთი მომენტები, რომ არ ვიპროჭე და გადამიმაჯვეს თავზე. ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩემს წარსულში შეგიძლიათ ბევრგან მონახოთ. ხალხი ვინც იყო ჩემთან ვინც იყვნენ ეგეთი ხალხი შეგიძლიათ მონახოთ და ეხლა აღარ არიან რაღაც მიზეზები ყოველთვის აქვს რა ტყუილა არ ქრება ეს ხალხი ხო მე არ ვიპროჭე იმათ იპროჭეს პროჭება დასწრებაზე არის აშკარად მე რაც გამოვიტანე დასკვნა შესაბამისად ეგეთი რაღაცა ლაგდება რომ მაყუთსაც შოულობენ ხოლმე ძირთად პროჭები ხო რა მარტივია რა ანუ ვიღაც ადამიანს გაწირავ შენ დაიკიდებ იმის მაყუთსაც შენ აი და ეგეთი რაღაცების სიტუაციები ბევრჯერ გვხდება ცხოვრებაში და შენ რო კეთილი ხარ ადამიანი ხო და რო არ გინდა რომ ის ადამიანი გაწირო ხო მაგ დროს შენ იჩაგრები ანუ რეალურად ცხოვრებაში კეთილები უფრო კარგი ადამიანები ვინც არიან ისინი ზრუნავენ იმ ნაბოზრებზეც ვინც მე ამ კეთილებს წირავენ რა ესეა ფაქტი აქედან გამომდინარე ხოლმე ძირთად ყველა ვინც მდიდარია ხოლმე დიდად არ მეხატებოდა გულზე რა ბავშვობიდან ეგრე ვიყავ იმიტომ რომ მე ვსწავლობდი ვეკუაში ძალიან ცოტა იყო ისეთი ტიპი ანუ გარემ შურდა იმათი მართლა არ მშურდა რა ანუ ვიღაცებს რაღაცები ჰქონდათ მეც მინდოდა რომ მქონდა მაგრამ არ მშურდა რა არასდროს არავის არ მშურს რატომ უნდა მშურდეს ვისაც აქვს რაღაცა ვიღაცა მიშრომა ხო ვიღაცამ თუნდაც აი პროჯობა გააკეთა მამამისმა და უშუალოდ იბროჭა და ვიღაცები გადაყარა და ეს კეთილი ადამიანების შვილები ესეც ხედან და არა აქვთ, მაგრამ იმათ ხო გააკეთეს და ეხლა მამაჩემს კეთილი ადამიანია და ვერ ქნა ეგეთი რაღაც. აქედან გამომდინარე, ძირითადად ერთ და იგივე პროჭებს აქვთ ხოლმე ფული რა, ანუ ერთ და იგივე შთამომავლებს. მე რას ვაკვირდები რა, ეგრეა. შეიძლება ვწდები, მაგრამ რავი რა. არ ვიცი, ეხლა შეიძლება რომ ვწდებოდი, რა თქმა უნდა რომ შეიძლება ვწდებოდი, მაგრამ ხო ხდებით რას გულისხმობ და ფულში არ გულისხმობ იმას რა, საარსებო მინიმუმს და რაღაც. მე ვიძახი აი ნახუი ფული რო აქვს რა. აი ხა ცუკენბერგი ფილმიც ხო არ გადაღებული ვიღაცა ძმაკაცი ყავდა იპროჭა გააჯამევინა ძმა. ისე როგორი შოვიდა ფული. ბილ გეიტსმაც ვიღაცა ყავდა გააჯამევინა. სტივ ჯობს არ ვიცი აგეც გააჯამევინებდა ვიღაცას. ხო და ეგრე ხდება რომ ანუ რაღაც ეტაპზე გიწევს არჩევის გაკეთება რომ იყო პროჭი თუ იყო კეთილი ადამიანი. თუ კეთილი ადამიანი ხარ ფული გააქვს მაინც გაქვს რა ანუ იცხოვრებ რა ანუ პრობლემები არ შეგექმნება ცხოვრებაში რა იცხოვრებ ვიღაცა საყვარელი ხალხი უფრო მეტი გეყოლება გარშემო და იქით პროჭებში ჩემი კარგი იმენა მარტო რჩებიან მე მგონია რომ მაგარი ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ეგეთ ტიპებს რა ვინც ფულის გამო სხვა ადამიანებს ცუდ რაღაცებს უკეთებს რა ნუ ჩვენ ქვეყანაში დიდი მაგალითები არის მაგისი რა ბევრი ადამიანი ვიცი ვინც ფულის გამო სხვებს ცუდად მოექცა და არ არის ეგ ჩემი აზრით სწორი რა, იმიტომ რომ საფუძველ ჯამში და უშუალოდ აი სამი კაცი ხართ.
და 3-დან 2 ერთად გაერთიანდით, რომ ამას უპროჭოთ. ხო? ამ ერთს. და გააჯმევინეთ ამას. მე ეს 2 ერთმანეთთან შიში არის, რომ აი მე ეს როდის მიპროჭებს, მე ისმე და დასწრებაზე არიან და მე ამ ორშიც ერთი რომელიღაცა პროჭებს უფრო მეტად. და ის იგებს. აი ამას იგებს. იმიტომ რომ მაგაცები აღარ ყავს. მაგაცები თუ არ ყავს, თან ბევრი ფული რო გაქვს, ვიღაცები მარტო იმის გამო გეძ მაგაცებიან, რომ ფული გაქვს. ეგეთი ხალხი ხო ვაფშე არ მიყვარს. ვიღაც ადამიანს თუ ფული აქვს, კონდეს ძმაო, რა თქმა უნდა, მე იმის ფული, ჩემი 360-იც მეყოფა. 360 არ მეყოფა, 8-20 მეყოფა. სიგარეტ დავითრებ, რომელიც გათავდა. ხო და რავი რა, ვიცხოვრებ რა, ჩემთვის ვიქნები რა, არავის არ შევაწუხებ, არავის საგინებელი არ ვიქნები. არავინ არ დამწყევლის. თანა მე ისიც არ მიყვარს ის ხალხი, ვინც წევლის ისეთ ხალხს, ვინც. მე რომ მიპროჭეს, საყოველთქი. და ვსაო რა, ანუ რა აზრი აქვს, მაგაზე ნერვები როგორ მოვიშალო. ანუ ჩათვალეთ რომ ვიღაცა ადამიანები თვითონ გიფილტრავენ იმ გარემოცვას, ვინც ცუდია. ანუ წარმოიდგინეთ, თქვენ კაი ადამიანი ხართ, გარშემო ყავთ 5 პროჭი. ამ 5 პროჭიდან უცებ შორდება 5 პროჭი და 10 ნორმალური ადამიანი. ეს ნორმალური ადამიანებს ხო ვერ ჩამოშორდება. ჩამოგაშორებენ ისო პროჭებს, ჩამოგაშორონ. კაი საქმეს გიკეთებენ. ვინც ადამიანი, აი რომელი ადამიანი ცუდად მოგექცათ, ყველამ კარგი საქმე გაიკეთათ. იდეაში. იმიტომ რომ შენ რო იმასთან ერთად გაგეგრძელებინა ცხოვრება, შეიძლება რაღაცით დამგონებოდი იმას და მე ან შენ თვითონ გაიჩნდებოდი უფრო მეტი ბროჭი, ან კიდე უარეს ვითარებაში გიზავდა ცუდ რაღაცას და მან დაგერხებოდა. ასე რომ ეს ფილტრაცია არის კარგი. всё. ეგ არის და ეგ. ეხლა რაც იმას რო ვიძახდი, ჭკვიანები ბოროტები არიან. ჭკვიანებში გულისხმობ იდეაში იმ ადამიანებს, ვინც ალღოს უღებს ცხოვრებას რა და ცხოვრებაში ბოროტი თუ არ ხარ და რაღაცა ისეთ თუ არ ხარ, ხო, დაიჩაგრები რა რაღაც ეტაპზე აუცილებლად რა. დაიჩაგრები რა, შეიძლება ვიღაცამ ცუდი რაღაც გაგიკეთოს რა, მაგრამ შენ თუ შენ თავთან ხარ მართალი, ეგ გამთავარი რა. ან ყოველთვის როცა რაღაც ნაბიჯს დგავთ, ყოველთვის გაიაზრეთ, რომ მე სახლში რომ მიხვალთ და რომ დაწვევით, ძილის წინ რაღაც საფიქრაში აუცილებლად გაგიცდებათ, რომ ეს როგორ გავაკეთეთ, აი მაგ ფიქრებში რო არ ყოფილიყავი, არასდროს არც ერთი ადამიანისთვის ცუდი ამდობებია. ყველანი იყვნენ კარგად ძმაო, ყველას რაც უნდა ღმერთმა ისმის ჩეს. აი რაც უნდათ ის გქონდეთ. ყველას გქონდეთ რაც გინდათ, თქვენ მით უმეტეს, იმიტომ რომ მე მგონი რომ ჩემი მოყოლებელი კეთილი და კარგი ხალხი ხართ. რაღაცნაირად. შეიძლება მილიონერები არ ხართ, მაგრამ ზუსტად იმის გამო რომ კეთილები ხართ და კარგები ხართ და სხვა ადამიანებზეც ფიქრობთ თქვენ გარშემო. ეგოიზმი ცხოვრებაში რა თქმა უნდა საჭირო არის. მაგრამ ამ ეგოიზმმა რო ჩაგყლაპოს ეგ არ არის რა. ანუ როგორც მე დავაკვირდი, ეგოისტები ძირთად როგორ არის, აი იცი რომ შუაში ვერ იჩთებიან რა. ანუ აი ძალიან ეგოისტი ადამიანები ან ცხოვრების ყველაზე დაბალ დონეზე არიან, იმიტომ რომ ამ თავისი ეგოს ფეხი ვერ აუწყეს და ამ ეგოს გამო დაერხათ და ესე დარჩნენ. ვიღაც ადამიანებს ჩამოშორდნენ ისკნეს და ყლები გაისიდნენ, ან კიდე ამ თავის ეგოს ფეხი აუწყეს და ძალიან ბევრს მიაღწიეს. მაგრამ აი შუაში ძალიან ეგოისტი ადამიანები, ხო, აი ნორმალური ადამიანები ვინც ვართ, რა, ვინც ცხოვრობთ. ეგეთი ადამიანები არ იჩნდებიან ძალიან ეგოისტები რა. მე ეგრე ვფიქრობ. ანუ მე ხა ეგოისტი ვარ, მაგრამ ვარ ეგოისტი რაღაც კონკრეტულ საკითხებში. ვიღაცა ადამიანი ჩემთან რომ მოვიდეს, ამერიკელი ვიღაცა რომ მოვიდეს, რომ მითხრა. მაგრამ ეგ არ არის ეგოიზმი. ვიღაც ამერიკელია რომ მოვიდეს ჩემთან რომ მითხრას, მე გეოგრაფიაში ისე უკეთ ვიცი, რომ თავს ჩავარტყავ თავში. გავუკლევე თავში. იმიტომ რომ ვიცი რომ მე უკეთესად ვიცი. და ეგ ეგოიზმის ბრალი არ არის, ეგ ფაქტია ხო, ეგ ფაქტია. ხო და აი რა არის ვაფშე ეგოიზმი? ვერაფერი ვერ გავიგე ახლა. ძალიან ავიჭერი. მაგრამ ნუ იმას გულისხმობ, რომ კეთილი ადამიანები ვინც არიან, არაფრის სათავეში ცდილობენ რომ არ მოექცნენ. კეთილი და ჭკვიანი ადამიანები რა, მაგალითად მე. ეგ თქმა უნდა მქონდეს და ეს უნდა გადამეყარა. ხო, ანუ იმას გულისხმობ, რომ ანუ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ჭკვიანი ვარ. განათლებულიც ვარ, მაგრამ ჭკვიანი უფრო ვარ. ალბათ. ხო, მაგრამ ჩემს ცხოვრების ნაბიჯებს არ ეტყობა რომ მე ჭკვიანი ვარ. და ეგ არ არის დიდი პრობლემა ჩემთვის, იმიტომ რომ ბედნიერი ვარ, როგორც მე. ხო, თორე რა უნდა რაღაცებს რა უნდა. ხო და ვინც ესე კეთილები და ჭკვიანები არიან, ძირთად
ცდილობენ რომ რაღაცის სათავეში არ მოექცნენ, იმიტომ რომ რაღაცის სათავეში რო ექცევი, მე იქ პასუხისმგებლობები ხო გაქვს და ამ პასუხისმგებლობებს ეს პასუხისმგებლობები გაიძულებს რომ რაღაც ცუდი გაუკეთო ვიღაც სხვას. მიუხედავად იმისა რომ შენ ბრალი არ არის და აი დავუშვათ რაღაცა კომპანიაში მუშაობ და ვიღაც ტიპი შენ ქვეშევრდომი ყლეობს რა, ყლეს კიდე არ მუშაობს. შენ კეთილი ხარ და არ გინდა რაღაც ცუდი გაუკეთო, მაგრამ უნდა გაუკეთო, იმიტომ რომ კომპანიას დაენძრო მაგის გამო. ხო და აქედან გამომდინარე მირჩევნია რომ მე ჩემი ის ვიყო, არავინ ქვევით არ მყავდეს, მაგრამ დიდად არც მინდა რომ ზევით ყავდეს, მაგიტო ვარ ალბათ იუთუბერი რომ არც ზევით არ მინდა რომ ვინმე იყოს ჩემზე, არც ქვევით. იყვნენ ყველანი ჩემთან სწორად, ესე ვიცხოვრობ ძალიან ბედნიერად, ესე რომ დავტრიალდებით, ვიღაცებს მოვარტყათ ხელი, შევტყვით. ესე თქვა და მე ბიჭო შემე დამეჯახე ჩემი ის. ხო, კაროჩ, სადაც ვიყავი რა. ხო და ვინც საკმარისად ჭკვიანი არ არის აი ეგეთ რაღაცას ვარ დაკვირებული. ვინც საკმარისად ჭკვიანი არ არის, ყოველთვის უნდა რომ ყველაზე მაღლა იდგეს მო. აი რა ჩემი ყლე უნდა აი იქ დირექტორი უნდა რომ იყოს. აი დირექტორი, რა გინდა რა დირექტორი. რისი დირექტორობის თავი? მაგათ გონია თუ დირექტორები პროსტა ეგრეს ხედან რა. მე დირექტორი ვარ. და ვერავინ არაფერს ვერ ეუბნება, ყლეო არავინ არ ატყვის. და მაგის გამო დადის ეს ტიპი ცხოვრობს, იმაშვება, ამაშვება და უნდა რომ დირექტორი იყოს და რაღაც ეტაპზე იჩნდებიან ეს ტიპები დირექტორები და მე ვიღაც მოდის და იქ კითხულობს ქვეყანას რატო აქ დედა მოტყუნე მაგიტო ძმო ვიღაცამ თავის დებილი ბიძაშვილი საიდანაც გამოათრია დასვა ეგ თავის კომპანიის დირექტორად ჩემი ძმის შვილი ხარ სიმონე ნო აზრი არ აქვს რა აი მე აზრი არ აქვს კეთილი ადამიანები არასდროს არ გააკეთებენ ეგეთ რაღაცებს. კეთილი და ჭკვიანი მით უმეტეს. კეთილები და შტერებიც არიან ეხა ზოგი არის რომ აი დებილურად შტერი არის. კი არა დებილურად კეთილი არის დებილიზმში გადასდეს იგეთ. აი დაუშვათ მე ვარ ეგეთ ხანდახან. ამასთან მქონდა რაღაც 220 ლარი მქონდა მაგასეთ რაღაც და ვიღაცამ თქვა რომ 200 ლარი მასხია და მივასხე. და მე მეტო მომიწია სესხება სვისგან. ბლედ მარა რო არ მიმეცა ხო პროჭე იქნება. არ შემიძლია ეს პროჭება ძმო, რა ვერ პროჭება რა ვქნა. ხო. ხო და ეგ არის რა. არასწორადაა რა განაწილებულები, რა ვინც კეთილები ხართ და ჭკვიანები ხართ. ბიჭო, ჩვენ უნდა ისქნათ რა იდეაში რა, ხოდი უნდა დავიჭიროთ და ჩვენ უნდა გავიჭიცოთ სადღაც ზევით და არა ვიღაცა ყლეები არ უნდა დავისვათ თავზე ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, საიდანღაც თუ ეგრე ლაგდება, რომ ყველაზე ყლე ვინც იყო, აი გარემოცვაში აი 100 კაცი ხო ვართ, ამ 100-ში ყველა დებილი ვინც იყო, ის იჩნდება ამ 100 კაცის ლიდერი. გააჯვი რა ძმაო. წადი რა. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა ეს რისკებს ვაანალიზებთ, რაღაცებზე ვფიქრობთ, ბოროტები არ ვართ, არ გვინდა რომ ის ვქნათ, არ გვინდა რომ ეს ვქნათ. და საბოლოო ჯამში ჩვენ გამო იდეაში ყველა იწირება გარშემო. ეხა აი წარმოგიდგენთ 100 კაცში ერთი ყველა ტუპოი ვინცაა, ეგ ტიპი და დანარჩენი ერთი 20 კაცი რო იყოს ჭკვიანი. ეს 20 ჭკვიანი ტიპი დაძდება იქ და დაელოდება როგორ გამვითარდება მოვლენები. ეს ტიპი დავაიცავედით ბიჭო დედამო. იჩნდება ლიდერი და ის 80 კაცი იწირება ამ 20 ჭკვიანის გამო და მაგას ვერ ხვდებით და უნდა მივხვდეთ. თორე სხვანაირად არ გამოვა არაფერი. ეგრე ვიწირებით სულ ყველა. ეგ არის რა. და მე ბავშვობაში მქონდა დამოუკიდებელი რომ ისეთ ბევრი ფული მქონდა ყოველთვის ზევიდან მიყურებდნენ ხოლმე რა. მე არასდროს არავისთვის ზევიდან არ გადამიხადოთ. ყოველთვის ვცდილობ რომ ესე თვალებში უყურო. ჩემს აი ზურია მყავს ერთი და ზურიასაც ვცდილობ რომ თვალებში უყურო ხოლმე. დაბალია ცოტა. მან ჩემი ალბათ ერთ-ერთი უსაყვარლესი მაგაცი. კაი კაცი, ძალიან კაი ადამიანია. ხო და ნუ აი ეგ არა. მაგას ვიძახი რომ ჩვენ ზევიდან არავისთვის არ გვინდა ყურება, ვიღაც ყლე არის, ტუპოი, იმენა ვაფშე ცხოვრებაში ბოლოში. საფრანგეთის დედაქალაქს რო კითხავ და რომს რო გეტყვის, რომით შეიძლება ვერ გითხრას, რაღაც გითხრას, რა ვიცი. გერმანია შეიძლება გითხრას. ეგ ტიპი დაგიდგება იქ და მოძღვრავს ჩემი კარგებად, მაგრამ ესე უნდა გვექნათო. ეს ვქენით, ეხა ეს პრობლემაში კი გაგჩითეთ მე, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, იმიტომ რომ ეგ რო გითხარით, ეგ გააკეთეთ. და რაღაცა ყლეობა აქვს გაკეთებული. Ouch. ხელი მაგ ჩაქნებული. დავიღალე, მართლა დავიღალე. ვის რა უნდა უხსნა, მე ვის რა უნდა უხსნა, ესე ვზივა. თქვენ გელაპარაკებით და თქვენს მისმენთ. თქვენს მაგარი მოცილები ხართ. ადე ბიჭო რაღაცა გააკეთე და უტირე ყველაფერს.
მაგრამ ყოველდღიურობაში მაგრამ ეხმარება რა ეს ვიდეოები. აი მენა ვისვენებ. აი ამ თემაზე შემიძლია რომ ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკო. მე ნებისმიერ ადამიანს. პროსტა მეც რამჭერს ხანდახან ვერ ვიაზრებ ხოლმე რომ კონკრეტულ ადამიანებთან რაღაცებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს ძმაო. იმენა აზრი არა. დონდელო დებილი იმენა. ეაცა უნდა ვიჩალიჩო იმას მე ვერაფერს ვერ შევაგნებინებ. ვიცი, მაგრამ მაინც ძმაო, აპა იქნება იმედის ბოლო ნაპერწკალს მოვეჭიდოთ. არა ძმაო, არ მოვეჭიდო. დროს დაგარგვა. და ეგ არის რა, ცხოვრებაში ვისაც ფიქრობთ რომ თქვენთვის ცუდი უნდა, ეგრევე გაუშვით ძმაო, არც დაფიქრდეთ, არც ისქნათ. ვიღაცა ადამიანი დაუშვათ აი გათხოვილი ხართ ან ცოლი ყავთ და თქვენმა მეორე ნახევარმა გიღალატათ ძმაო. არც დაფიქრე, ნახვი ეგრევე რა. რა ვაპატიე და ისინი. ნახვი რა, პაშო ნახვი. ადამიანებმა ერთმანეთს, აი თავარი რაც ცხოვრებაში ადამიანებისთვის არის რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ. ის თუ პატივს არ ამცემს, ერთი მაგის დედას ძი გავცხე რა. კიდია რა. ან ვიღაცა ძმაკაცი ყავს და შენ რომ მოდიხარ სახლში, მე მიდის თავის ორ სხვა ძმაკაცთან ერთად და შაურმას ჭამს. ნახვი სამივე ძმაო. მე რატო ჩამტეხეთ? ფული რომ მქონდა მაგიტო? ფული თუ არა მაქვს და მაგიტო თუ მტეხავ პროჭი ხარ ძმაო. თუ ფული მაქვს და მაგიტო მტეხავ, ვაფშე პროჭი ხარ. რა აზრი აქვს? ნახვი რა ეგრევე. გაუშვი ეგრევე შორს. ცამდე. ეგა რა, ძალიან ბევრი კი ვიგინე ამ ვიდეოში, მაგრამ ნუ აი ხა ხო ხვდებით რა რაღაცების ახსნა სჭირდება გინება ძმაო, ეგრე არ არის რა. რა ვიცი, ვიღაცა ადამიანები ვინც არიან შენთვის რა, რაღაცებს რო რჩევებს რო გაძლევენ კარგს. რა მოусმინე ძმაო, შეიძლება ვაფშე არ გამოგადგეს ეგ რჩევა, მაგრამ როგორც მინიმუმ მაგ ადამიანს შენთვის კარგი უნდა, თავისი აზრით მაინც. ვიღაცა ადამიანი შენ თუ რჩევას გაძლევს, ის ცუდს არ გეუბნება, აი შეიძლება შენთვის ცუდი იყოს, მაგრამ ის თავისი გადმოსახედიდან რაც გეუბნება, უეჭველი კარგს გეუბნება. რა რჩევას პროჭი ადამიანი, ერთი ადამიანი მეორეს არ მისცემს. გეტყვის რომ არ ვიცი ძმაო, რავი რა ვქნათ, რავი რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. არ მინდა ძმაო, ეგა რაღაცა შენი აზრი მითხარი ძმაო. ხო ხვდებით რას ვამბობ? თუ ვერ ხვდებით, მეც მაგარ ტრაქში ვარ მაშინ. ლა. და ეგ არის და ეგ. სადაც მაყუთის გამო შეინწირები, კიდე კაი გაიწირე ძმაო, არაფერ მაყუთად არ გიღირდეთ ეგეთ ადამიანებთან ყოფნა ძმაო. ისინი მოგშორდნენ, მაყუთით მოგშორდნენ, მაგრამ პოხუი მაყუთი ისოვე, გაანძრევ ხელს რაღაც ისოვე მაყუთი ისოვე. თავარია რომ ვიღაცა პროჭებთან არ იყო, თორე ის პროჭები მე იცი რა საქმეებში გაგრევენ ძმაო, ისე რომ ვერც გაიგე. მე მაგასა ვარ დაკვირვებული. მე ბევრ რაღაცას ვარ დაკვირვებული, ვაფშე თუ გაინტერესებთ. მაგრამ ნუ ეგრეა რა. ვახ, დავწვი რა მის საბანია პროსტინა. აუ, კაროჩე რო ვიღვიძებ ძმაო, 1 კილო ნახევარი მაქვს ხოლმე დაკლებული ისე ცხელა რა. ელში ამოვიდა რა, რით ვერ მოჩა ეს ზაფხული ძმაო. ორჩეთ გათავდეს იქსი. всё. დამიყვარხეთ. ახი გამოიწერეთ. თუ დაგაინტერესათ, თუ მოგეწონათ რას ვიჭურავე. თუ არ მოგეწონათ ძმაო და dislikes დააჭერეთ. რავი, რაც გინდათ ის გენით. თავისუფალი ცხოვრება რა. ერთხელ უნდა იქნება რა ძმაო. კარგად გაიაზრეთ ხანდახან რაღაცა ნაბიჯს რო გადადგათ. თუ ვიღაცა იწირება შენი ნაბიჯის გამო, არ გადადგა ძმაო რა, დაიგიდე რა. თუ ის დგავს შენ ნაბიჯს, მაგ დრო ისიც თუ დგავს შენსკენ ნაბიჯს რო გიბროჭოს, გადაადგმებინე ძმაო, მოიშორე ადამიანი, გააკეთე სხვა საქმე. არტივია ცხოვრება და ძალიან ვართულებთ ადამიანები. აი უმარტივესი არის ცხოვრება. თორე აი რა უნდა ფული შონდა, გახვა, გადაიც ჩამოი ჩურკი თავზე, ათაკა გენჯერე ფული მოჭიდა, მოგცემს ვიღაცა. შეშინებული. მაგრამ პროჭი ხარ ძმაო ეგრევე. და ის რომ მიდიხარ ახლა. აი პროჭებს თუ ახლა, მაგარი კაცი ხარ. პროჭებს უნდა ახლა. კაროჩე წავედი რა. კარგად იყავთ. მიყვარხართ პოდს. ძალიან დამწყ. თორე კიდე გელაპარაკებ. ეს ლაპარაკი შემიძლია მთელი დღე მეწმო.
თქვენ გგონიათ რომ ერბო გონია კი არა და მე რო ვზივარ და ესე გგონიათ რომ რა ვიცი ვიღაცებს გგონიათ რომ ვაფშე მე ლაპარაკი მე მიჭირს იმენა შემილია ყველა ნებისმიერ რაღაცას გელაპარაკობ რაც და გაინტერესებს ძმაო მაგრამ ეს ცხოვრებისეულ გაკვეთილებს მოგიყვებით ხოლმე ძმაო პროსტა ნუ აი მე რომ მოგიყვეთ რაღაცები ჩემ ცხოვრებაზე ხო მარტივად მიხვდებით ვისზე რას ვიძახი რა YouTube სივრცეზე კიდე არ ვლაპარაკობ YouTube სივრცეზე არ ვსაუბრობ წეგანას ლაპარაკობდი რომ ვიღაცებმა სადღაც მიბროჭეს ეგ YouTube-თან არ იყო ჯერ ასოცირებული სხვა პონჩი რა და კაი არა პროჯი რო გშორდება ცხოვრებაში ეგ არის კაი ძმაო იმიტომ რომ ნაკლების მინდგას მე ზღრენის ბოდიში რო ესე დავამთავრე მაგრამ ავი ეგრეა და ვიღაცები არ ვეგუებით რა აი ჩვენ გვაქვს მე მქონდა როგორი იმედები ვიღაც ადამიანებზე რომ მეთქი არა აიო ვიღაცა რომ მეუბნებოდა ეგ ტიპი გიპროჭებს მეთქი არ მჯერა მეთქი რომ იპროჭებს მე რომ იპროჭა კიდე არ მჯერა მეთქი რომ ეგ ძალითქენი მეთქი შემთხვევით გამოდი მე რომ მითხრა რომ ძალითქენიო მეთქი მალადეცმა ვიღაცები რაღაცებს რომ გაფრთხილებენ ყოველთვის მოусმინეთ არავის არ უნდა ცუდი თქვენთვის როცა რაღაცაზე გაფრთხილებს всё ეგ დაიმახსოვრეთ ძმო მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში თქვენ როგორ მგონია ისე იყოს მიყვარხართ ხალხო კარგად იყავით